უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე რკინიგზის დეპარტამენტს რუსთავის ვაგონშემკეთებელი კომპანიის პარალიზებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ქარხანაში არსებულ 100-ზე მეტ ვაგონს, რომლებიც გარემონტებულია და მზად არის ექსპლუატაციისთვის, თუმცა საქართველოს რკინიგზას ვაგონები არ გააქვს. ქარხანაში აცხადებენ, რომ საქართველოს რკინიგზას ქარხნისათვის 330-მდე ვაგონის რემონტის თანხაც არ აქვს ჩარიცხული, რაც 4 მილიონი ლარია. სამხარაულის ექსპერტიზის პასუხებიც არის აგერ, თქვენ შეგიძლიათ ეს იხილოთ, სადაც ნათლად არის დაფიქსირებული, რომ ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს ეს ვაგონები, რაც აქვს რკინიგზას, თვითონ სამხარაულის ექსპერტიზას, თუმცა რეალურად ეს 220 ვაგონი დღესდღეობით კვლავაც აი აქ დგას. ამასთან ერთად სამწუხაროდ 4.200.000 არ მიეწოდება რკინიგზას, ეს არის DGG-ს თანხა. ეს ხელს გვიშლის ვაგონების ამ ხნის განმავლობაში დაგროვდა შეეკეთებული გარემონტებული ვაგონები, რომელიც მანევრების საშუალებას არ გვაძლევს და ხელი გვეშლება მუშაობაში. რაღაც ინფორმაცია რკინიგზაზე, რკინიგზის ახალ ხელმძღვანელობასთან მისული, რომელიც ალბათ გაერკვევა რკინიგზის ხელმძღვანელობა. მე ვერც საბოტაჟს ვერც დავადასტურებ, ვერც უარყოფ.